წელს ვაკიჯვარ სოფლის მხარდამჭერი პროგრამით 36,000 ლარი ერგო. ადგილობრივებმა მთლიანი თანხა საბავშვო ბაღის მშენებლობას მოანდომეს, რომელიც საახალწლოდ გაიხსნება. 25 წლიანი ლოდინის შემდეგ წელს ახალი წლიდან სოფელ ვაკიჯვარს ახალი ბაღი ექნება. სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში წელს ადგილობრივებმა ერთ-ერთ და მთავარ პრიორიტეტად სწორედ ბაღის გახსნა მიიჩნიეს. სოფლის მხარდამჭერი პროგრამის განხორციელებისას ვაკიჯვრელებმა არჩევანი ერთ და მასშტაბურ პროექტზე შეაჩერეს. საბავშვო ბაღში ამ ეტაპისთვის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. ადგილობრივების საამზელო ცენტრის გახსნას სულ მოუთქმელად ელიან. სოფლად საბავშვო ბაღის საჭიროებაზე კი არგუმენტირებული პასუხები აქვთ. მოხარული ვარ ბაღის გახსნით, ბავშვები გვყავს სოფელში, მეც ბადიშები მყავს და აია მოხარული ვარ ბაღის გახსნით. პირველ რიგში როგორც მშობელი და როგორც მომავალი ბებია ვთვლი აუცილებლად და როგორც პედაგოგი განსაკუთრებულად ვაქცევ ამას ყურადღებას, იმიტომ რომ აუცილებელია დაწყებით კლასებში ბავშვი მოვიდეს დღევანდელი მოთხოვნების შესაბამისად და მას ქონდეს ის ელემენტარული უნარჩვევები, რაც პირველკლასელისათვის არის მისაღები და აუცილებელი და დიდი მადლობა ყველას, ვინც გვერდში დაგვიდგა, ვინც დაგვეხმარა და ასეთი საოცნებო საქმე აგვისრულა. ისევე როგორც ყველა სოფელში ვაკიჯვარშიც პროგრამის მიმდინარეობას მონიტორინგ სოფლის თვითმმართველობა უწევს. ხარისხი და ვადები ადგილობრივი ხელისუფლება ამ ორ კომპონენტს ითხოვს. მიმდინარეობს გალამაზება შიგნით აი ღებვა და მოპირკეთება და დამთავრდება ახალი წლისთვის და დაიწყებს ფუნქციონირებას საბავშვო ბაღი. ვაკიჯვარში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია, რომელიც ერთ თვეში დასრულდება 36,000 ლარი დაჯდა.